მოგესალმებით, მოგილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს. მინდა რომ წარმატებული წელი გქონებოდეთ ოჯახებში ყველას და მინდა რომ ძალიან გაგახაროთ ჩვენი ქართული ხელოვნები თქვენმა ბავშვებმა. გისურვებთ წარმატებას და ულევ სიხარულს. Სვირფასო ბავშვებო, მშობლებო, გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს და ესარით მრავალს, ჭამთელად, ბედნიერად და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხართ ჩვენი ოჯახის წევრი და ძალიან ბევრი სურპრიზი გელოდებათ წინ მომავალ 2026 წელს. ვეცდებით ყველაფერს. მოგესალმებით ბავშვებო, მოგესალმებით მშობლებო. მეც მოგილოცავთ დამდეგ 2026 წელს. მადლობა ყველაფრისთვის, მადლობა რომ ჩვენთან ხართ. ჩვენი მთავარი მიზანი არის და მიხარია რომ ესე არის, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაერთიანებს არა მხოლოდ ქართული ცეკვა, ჩვენ გვაერთიანებს სიყვარული, მეგობრობა, ურთიერთობა. და ზოგი ბავშვი ჩვენს თვალწინ გაიზარდა. წელს კიდევ რომ შევხედეთ და ისევ სეზონი რო დავიწყეთ, უფრო გავამახვილეთ ამაზე ყურადღება, იმიტომ რომ ზოგი არის უკვე ძალიან დიდი და რომ მოვიდა იყოს სუსუ პაწუა. და შემდეგი სიუჟეტი, შემდეგი ვიდეო გვინდა ამ ყველაფერს დავუთმოთ და ცოტა მოგონებებში გადავიდეთ, ესე ვთქვათ.
აბა ვნახოთ რა შვებიან ჩვენი გოგოები გამოსაცალში. შეიძლება? გამოდენიმე კითხვით ვარ მოსული, აი მარის ვკითხავ. მარი, ვინ არის ყველაზე ხმაურიანი ჩვენს ანსამბლში? მარი და ნია. ნია დაგასახელეს. ასე რომ შემდეგი კითხვა შენთან არის. ვინ არის ყველაზე მშვიდი ჩვენს ანსამბლში? ლილე. ლილე, შენ დაგასახელეს, ასე რომ შემდეგი კითხვა შენთან არის. ვინ აგვიანებს ყოველთვის რეპეტიციაზე? ლუკა. ლუკა, ლუკიტო. გამარჯობა. როგორ ფიქრობ, ვინ არის ყველაზე პუნქტუალური ჩვენს ანსამბლში? არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გამოუშვი. მიდას ვერ ვიცი. ბასო, აბა როგორ ფიქრობ? შენი აზრით, ვინ არის ყველაზე მაგარი მოცეკვავე ჩვენს ანსამბლში? შენ. არა, მე არ ვიცვლები. ნინო. ნინო, ვინ არის ყველაზე ზარმაცი ჩვენს ანსამბლში? გაბრიელა, შენი აზრით, ვინ ვერ იმახსოვრებს ქორეოგრაფიას, ილეთებს და ესე შემდეგ? მარი, რომელი რაჩი? ვინ არის ყველაზე ლამაზი გოგო? ყველავი. როგორ? ყველავი. ყველა გოგო? ასო, რომელია შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა? აფხაზური. ია, რომელია შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა? შენი? აჭარული. ისა, ვინ არის ყველაზე პოზიტიური ჩვენს ანსამბლში? What is that mean? Who's the most positive? Positive? Yeah. იგი, ვინ არის ყველაზე პოზიტიური ჩვენს ანსამბლში? ვინ ლამარაბობს ყველაზე მეც? როგორ ფიქრობ, ვინ სუსნაობს ყველაზე მეტ რეპეტიციაზე? ვინ სუსნაობს ყველაზე მეტ რეპეტიციაზე? მარი, დიდი მარი. მარი, ის გარეში არ წარმოგიდგენია გასტროლი. მის გარეში. თენა, ვინ არის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი? ლევანი. ლევანი. დინანო, ვინ არის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი? ლევანია. ვიქცვენია, სიმართლე უნდა თქვა. მოგიჩა, ვინ წუწუნებს ყველაზე მეტ რეპეტიციაზე? ჯანა, ვინ არის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი? ლევანი. ვინ არის ყველაზე მკაცრი? ნახო. ლევანი. გაბრიელა, ვინ არის ყველაზე მკაცრი მასწავლებელი? ყველაზე მკაცრი მასწავლებელი. თქვენ. ვინ არის ყველაზე მკაცრი? ლიზი, რომელია შენი საყვარელი ცეკვა? აფხაზური და აჭარული. რომელია შენი საყვარელი ცეკვა? სამაია. ასუნა შენი?
თეკლა, შენი ცეკვა რომელია საყვარელი? მგონი ოფური და თიუნური ძალი რა. ვიქტორია, შენ რომელი ცეკვა გიყვარს? მე მიყვარს საჭარული და აფხაზური. ბარბარე, შენი საყვარელი ცეკვა რომელია? სამაია და აფხაზური. რომელია შენი საყვარელი ცეკვა, ემილი? ყველაზე საყვარელი ცეკვა არის ქართული. ანა მარია, შენი საყვარელი ცეკვა რომელია? აფხაზური ან აჭარული. დეა, რომელია შენი საყვარელი ცეკვა? აჭარული. ანასტასია, თქვენი ხალბატონო? აფხაზური. ანდრია, ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია რეპეტიცია? არ ვიცი, მაგრამ ხოსეს დემეტრი. 7 დემე, მე ისევ კითხვით მოვედი. რომელია შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა? აფხაზური. გურამ, რომელია შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა? ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია რეპეტიცია? ყველა მასწავლე. შენი საყვარელი ცეკვა რომელია, გიო? აფხაზური. როგორ გიხარ, ვინ აცდენს ყველაზე მეტ რეპეტიციებს? ლაზარე, რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე ძალიან? აფხაზური. სანდრო, რომელია შენი ყველაზე საყვარელი ცეკვა? აჭარული. თეოდორე, რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე ძალიან? რომელი ცეკვა გიყვარს ყველაზე ძალიან? რომელი მასალადელი? რომელი ცეკვა? აჭარული. Do Georgian dance? Yes, I like it.